გერმანია ისტორიულ ნაბიჯს დგამს ანტიისრაელური სიძულვილის წინააღმდეგ. ბუნდესვერი, გერმანიის ფედერალური პალატა, რომელიც ქვეყნის შტატებს წარმოადგენს, დიდი უმრავლესობით დაამტკიცა მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ამიერიდან ისრაელის არსებობის უფლების უარყოფა ან მისი განადგურების მოწოდება გერმანიის ტერიტორიაზე აღარ არის მხოლოდ შეურაცხყოფელი განცხადებები. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ახალი კანონი ამკაცრებს სასჯელს და ითვალისწინებს სოლიდურ ჯარიმებს ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მათთვის, ვინც ებრაული სახელმწიფოს არსებობის წინააღმდეგ აქეზებს. გერმანია მკაფიო გზავნილს აგზავნის. ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის ეროვნული ინტერესის განუყოფელი ნაწილია. ეს ნაბიჯი ასახავს გერმანიის განსაკუთრებულ პასუხისგებლობას, დაიცვას ებრაული ცხოვრებება და დაუპირისპირდეს თანამედროვე ანტისემიტიზმს, რომელიც ისრაელისადმი სიძულვილით არის შვილით არის შენიღული. საპროტესტო აქციებზე გაჟღერებული ლოზუნგები თუ რუკები, რომლებზეც ისრაელი არ არსებობს. დღევანდელ გერმანიაში ამას ადგილი არ აქვს და კანონი არ დარჩება ჩუმად. ისრაელის ელჩმა გერმანია ხდება პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ისრაელის არსებობის უფლებას სისხლის სამართლის კანონში ამკვიდრებს. ბერლინსა და იერუსალიმს შორის ალიანსში სიტყვები ქმედებად იქცევა.